საბაბუაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საკრებულოს ყოფილი წევრი ახლა ჩვენი გადაცემის სტუმარი მოგესალმებით საბა მოგესალმებით ელისო და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს აქტიურად სწავლობთ ამ საკითხებს რაც უკავშირდება კორუფციასაც მათ შორის რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ქონებას ნებართვების გაცემას და ვიცი რომ ამ ტერიტორიასთან დაკავშირებითაც თქვენ არაერთხელ გქონდათ მოკვლევა რას გეუბნებათ ის რაც ვნახეთ რა ვადებშიც გაიცა ნებართვა რა ტერიტორიაზეც არის საუბარი რამდენად არის ეს თავად ოლიგარქის სტილი პირველ რიგში გამოვიყენებ შესაძლებლობას და საქართველოს მოსახლეობის მართლმადიდებელ ნაწილს მიულოცა წმინდა ნინოს ხსენების დღეს მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ სულიერი თვალსაზრისით, არამედ წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანება, ქრისტიანობის და პროგრესის გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება არის, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო და ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტად დავფიქრებულიყავით რეალურად რას განასახიერებს ეს დღესასწაულები და ჩვენ დღევანდელობაში რამდენად მნიშვნელოვანი არის იმის გააზრება, რას ნიშნავს ქრისტიანობა, ქრისტიანული კულტურა და ქრისტიანული წესით ცხოვრება. რაც შეეხება ამ საკითხს და ივანიშვილის სულ ბოლო გადაწყვეტილებებს მისი სავარაუდო საცხოვრებლის ცვლილებასთან ან დამატებასთან დაკავშირებით, ვიტყვი ერთს, რომ აბსოლუტურად რაციონალურად მოქმედებს ივანიშვილი, იმიტომ რომ ის წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტად შორდებოდა თბილისს. ჩვენ ვიცით რომ ის დიდ დროს ატარებს აბასთომანში, დიდ დროს ატარებს შეკვეთილში, მის მშობლიურ ჭორვილაში, თბილისშიც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობს, იმიტომ რომ ამ ქალაქში მისი და კალაძის ერთობლივი მოქმედებით გაუსაძლისი გახდა ცხოვრება. ეს ქალაქი არის სერიოზული ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე, ეს ქალაქი არის სერიოზული ურბანული გამოწვევების წინაშე, რაც მოიტანა განსაკუთრებით აი ამ 8 წლის განმავლობაში იმ კორუფციულმა მმართველობამ, რომელშიც კალაძემ დაახრჩო ეს ქალაქი. რომელმაც კალაძის მმართველობის პირობებში და განსაკუთრებით ბოლო 4 წელში მიიღო უპრეცედენტო ფორმები. თბილისი მახინჯდებოდა, თბილისში ურბანული გენოციდი მიმდინარეობს 90-იანი წლებიდან, მაგრამ ის რაც კალაძის მმართველობის პირობებში მოხდა, ამან წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია 356 მილიონი კვადრატული მეტრი იქნა 2017-25 წლებში გაცემული როგორც მშენებლობის ნებართვა 44610 მშენებლობის ნებართვა და მათი დიდი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი არის კორუფციული ინტერესით განპირობებული, კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა ამ მშენებლობის ნებართვების გაცემა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელში მე მინდა საზოგადოებას შევახსენო პირადად ივანიშვილთან დაკავშირებული სხვა მშენებლობის ნებართვები. ეს არის იპოდრომის ტერიტორია, რომელიც ქართული ჯგუფის საკუთრებაში იყო, ეს არის ყოფილი აბრეშუმის ქარხნის და ლაგუნავერის ტერიტორია, ეს არის ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ ყოფილი მეცხრე არხის ტერიტორია და კიდევ გაბრიელ სალუსის გამზირზე არსებული ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც ქართული ჯგუფის საკუთრებაში არსებულ აი ამ მიწის ნაკვეთებზე გაიცა ასეულობით 1000 კვადრატული მეტრის მშენებლობის ნებართვა, ხშირ შემთხვევაში ქალაქის ინტერესების სრულად საზიანოდ და საპირისპიროდ. ეს იმასთან შედარებით რასაკვირველია არის ვიღაცა რო შეხედავს ზღვაში წვეთია, იმიტომ რომ რა თბილისიდან მოშორებული ტერიტორია არის, არც განსაკუთრებულ მოცულობას არ იშენებს და ვინმე იკითხავს რა შავდება, ხო? მაგრამ აქ ივანიშვილის საცხოვრებლის ცვლილებაში კი არ არის საქმე და პრობლემა. აქ პრობლემა არის იმ არასწორ ურბანულ გადაწყვეტილებებში, რომლის მაგალითიც მათ შორის ეს მშენებლობაც არის. მის მომიჯნავედ არის ვანო ჩხარტიშვილის მშენებლობა, უზარმაზარი ტერიტორია, სრულიად შეუსაბამო ადგილზე, ქალაქის განაშენიანების კონტურებს მიღმა, მათივე მიერ დამტკიცებული გენგეგმის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არის ყველა ის მშენებლობა, რომელიც ამ ფერდზე ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა, მათ შორის ივანიშვილის ეს მშენებლობაც. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ქალაქს აქვს თავისი ტრადიციული საზღვრები და ვიღაც გადაწყვეტს, რომ მშენებლობის ნებართვა გასცეს ქალაქის ყველაზე განაპირა ნაწილზე, ხო? ამას სჭირდება საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ამას სჭირდება გზა, რომელიც ირკვევა, რომ ახლა ბიუჯეტიდან უნდა დაიგოს. ამას სჭირდება დასუფთავების შესაბამისი მარშრუტები, რომელიც რომ დააჯამოთ, უყურებს კოლოსალურ თანხებს.
ქალაქის შენახვას აძვირებს მათ შორის ესეც, რომ აი ამ განაპირა პერიფერიულ ტერიტორიებზე გაიცემა ნებართვები, შენდება კერძო სახლები და კი ბატონო, კარგია ვიღაც კერძო სახლს რო იშენებს, მაგრამ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა არის, რომ ამ საცხოვრებელ ახალ უბნებს ჭირდება მომსახურება, ავტობუსის დანიშვნა ჭირდება, დასუფთავების დანიშვნა ჭირდება, განათება ჭირდება, გზა ჭირდება, წყლის მიყვანა ჭირდება, დენის მიყვანა ჭირდება, ერთ-ერთი საკითხი რაც არის და რაც მოქალაქეებიც წერდნენ ანონსი როგორც კი დაიდო, ერთი მოქალაქე წერდა მაგალითად, რომ პირველ სართულზე აივანზე რაღაცის შეცვლა მინდა და ამის ნებართვას არ მაძლევენ. აქ შერჩევით მიდგომაზეა საუბარი. მე თქვენ ნებისმიერი მოქალაქე რიგითი ძლებს ერთ დღეში ამდენი დასკვნა მოამზადებინოს მერიას 7 სამუშაო დღეში მშენებლობის ნებართვა გასცეს და კი შეიძლება მშენებლობის თავად მასშტაბი ჩემთვის და თქვენთვის ძალიან დიდია ბიძინა ივანიშვილისთვის შეიძლება არც ისე დიდი მაგრამ 600,000 კვადრატულ მეტრზეა ხო საუბარი მე შემიძლია გითხრათ რომ ამ 4 წლის განმავლობაში უამრავი უარი მინახავს მოქალაქეების მიერ შეტანილ განცხადებებზე, სადაც მათ ეუბნებოდნენ, რომ ამ ტერიტორიებზე ქალაქის შემოგარენში ვერ მიცემენ განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების უფლებას, იმიტომ რომ ეს ტერიტორიები ცდება ქალაქის განაშენიანების საზღვრებს. და ამ დროს ხედავთ ასეთ რაღაცას, რომ ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს, გვერდზე ჩხარტიშვილმა შეიძლება მიიღოს, იქ კიდევ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა სხვა სამშენებლო კომპანიამ შეიძლება მიიღოს. ეს არის უსამართლობის ძალიან კლასიკური გამოვლინება და ახლა არავის უკვირს, რა თქმა უნდა, ის რომ ივანიშვილის სახელით ამ ქვეყანაში უამრავი სხვა უკანონობა გვინახავს ადამიანის უფლებების შეზღუდვა გვინახავს ის საშინელება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გამოიარა განსაკუთრებით ამ ბოლო წლის განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ წინა წლებზე და იმასთან შედარებით, რა თქმა უნდა, არის ძალიან მცირე ეპიზოდი ეს, მაგრამ ძალიან კარგად აჩვენებს, რომ შერჩევითი მიდგომა არის და კალაძის თანამდებობაზე ყოფნასაც ეს განაპირობებს, რომ დაამტკიცოს ყველაფერი, რასაც ივანიშვილი უბრძანებს, იმიტომ რომ კალაძის როლი დღეს მუნიციპალიტეტში აი ამ სამშენებლო კარტელის ინტერესების მომსახურების გარდა არ არსებობს. კალაძე დღეს თანამდებობაზე რჩება, იმიტომ რომ რაღაც ტიპის პოლიტიკური მიზანშეწონილობა ჯერ კიდევ დარჩა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ივანიშვილის გუნდივე გაუყენებს მას იმ გზას, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო მეტი ქართული ოცნების წარმომადგენელი და ყურმოჭრილი მონა ადგება. სხვა არანაირი ღირებულება კალაძის თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნას არ გააჩნია ელისო, იმიტომ რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ამ წლების განმავლობაში ამ ქალაქსაც დაატეხა კახა კალაძემ თავს, ეს არის მრავალეპიზოდიანი სისხლის სამართლის დანაშაულები, სადაც მასთან დაკავშირებული დეველოპერული კომპანიები მდიდრდებიან, არქი, ვისოჯგუფი და ფხაკაძეები, აღარაფერს ვამბობ პატარ-პატარა კომპანიებზე, რომლების საშუალებითაც უბრალოდ აი ფულის კეთება ხდებოდა და მათი ჯიბეების გასქელება ხდებოდა იმ გრთამის სახით, რომელსაც მშენებლობის ნებართვებში ითხოვდა მისი აწუყვე მოკვეთილი ერთ-ერთი საცეცი ირაკლი ხმალაძის სახით, ყოფილი ვიცემერი, რომელიც იყო ერთ-ერთი შემოქმედი და განმახორციელებელი ამ ყველაფრის, მაგრამ აი პოლიტიკური შეფასების მიღმა უბანი აღარ დარჩა თბილისში, სადაც ძალიან მძიმედ არ დაატყდა თავს თბილისელებს ის ყველაფერი, რასაც ქვია ურბანული გენოციდი, სარეკრეაციო სივრცეების ნაცვლად კორპუსები, გაუსაძლისი მდგომარეობა, უბნებისაც ტროტუარები არ არის, გაუმართავი დასუფთავების სისტემა და დანაგვიანებული ქალაქი, მტვერი და სამშენებლო ნარჩენებისგან შეჭმული ქალაქი, მიუსაფარი ცხოველების ეპიდემია, ბაგაბაღები, სადაც უდიდესი პრობლემაა და სადაც ვნახეთ, რომ კორუფციამ აუცილებლად მაგ თემაზე უნდა ვისაუბროთ. მშენებლობით დაწყებული ელისო, გაგრძელებული ამ ბავშვების კვებით და მომსახურებით ყველგან კატასტროფა იყო და სხვა მუნიციპალური სერვისები მეტი აღარ არსებობს. საბა ეს თემა მინდა რომ ამოვწუროთ და კატასტროფული მდგომარეობა. შესაბამისად, ის რომ
დადგება აუცილებლად დრო იმისა, რომ კალაძეს მოითხოვოს პასუხი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე მოვა, ეს დღე შეიძლება მოვიდეს ქართული ოცნების პირობებშიც, მაგრამ აუცილებლად მოვა ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმირების და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. მე უბრალოდ საზოგადოებას მინდა უთხრა, რა ამბიციური გეგმები აქვს დედაქალაქებს ჩვენს ირგვლივ. ბაქოში ახალი მეტროსადგურების მშენებლობა არის ახლა დაანონსებული. ვარშავაში ბოლო წლებში გაიხსნა 10 ახალი მეტროსადგური. ვარშავაში საწყისი პირობებით ბევრად უარესი მდგომარეობა იყო მეტროს თვალსაზრისით ვიდრე თბილისში. 13 წელია ესენი არიან ხელისუფლებაში. ამ 13 წლის განმავლობაში თბილისს შეეძლო რომ ქონოდა ბევრი ახალი მეტროსადგური. ამ 13 წლის განმავლობაში თბილისს შეეძლო რომ ქონოდა ბევრი ახალი საბაგირო მარშრუტი. ამ 13 წლის განმავლობაში თბილისს შეეძლო რომ ყოლოდა ბევრი ახალი ავტობუსი. თბილისს ქონოდა გაცილებით უფრო მეტი რეალური დიდი მასშტაბური სარეკრეაციო სივრცეები. ამ წლების განმავლობაში შეიძლებოდა სრულად მოგვარებულიყო მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და ვხედავთ რომ ადამიანებს ბავშვებით გვიან გასვლა ეშინიათ, იმიტომ რომ აი ამ მიუსაფარი ცხოველების ხროვები არის, რომელიც აშინებს მოსახლეობას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, მათზე, ვისაც პატარა კომპანიონი ცხოველი ყავს, პატარა ძაღლი ყავს, იმის გასეირნების პრობლემა აქვს. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, ვინც უბრალოდ უყურებს აი ამას და აი ამ მიუსაფარი ცხოველების საცოდაობისგან იტანჯება ამ ყველაფრის შემქმნელობა. ამ პრობლემებს ალბათ თუ ხელისუფლებაში დარჩნენ ეს ამ ძალის წარმომადგენლები ალბათ წლების მერე აღმოაჩენენ და დაიწყებენ ეგრეთ წოდებულ ბრძოლას ამ პრობლემებთან. მსგებლობით გეუბნებით ელისო რომ ამ 13 წლის განმავლობაში ამ ქალაქს შეიძლებოდა ქონოდა ახალი მეტრო, შეიძლებოდა ქონოდა განვითარების წარმოუდგენლად ამბიციური ხედვა, სადაც ჩვენ გვექნებოდა უფრო მეტი სკოლები, უფრო მეტი ბაღები, უკეთესი საგზაო ინფრასტრუქტურა, უფრო სწრაფი სატრანსპორტო საშუალებები, უკეთესი ჰაერი. საზოგადოებაში არსებობს რწმენა, რომ ამ საკითხებზე პასუხის გაცემა კალაძეს ადრე თუ გვიან მოუწევს, როგორც თქვენ ეს თქვით, ივანიშვილის საკითხი მაინც მინდა ამოვწურო, როდესაც ქართულ ოცნებას ამ ეტაპზე შერჩეული აქვს, რომ ეგრეთ წოდებული ბრძოლა აწარმოოს კორუფციასთან, აი თუნდაც ის რაზე მეტყოლებს, რომ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ დაინტერესდა იმ კონკრეტული ტერიტორიით, გზა არ იყო იქ მოსაწესრიგებელი, სპეციალური დადგენილება გამოსცა ირაკლი ღარიბაშვილმა, რითიც მერიას ავალებს, რომ გზა გაუყვანონ ივანიშვილს, კობახიძემ უბრალოდ დაავალა კალაძეს, გზა გაუყვანონ ივანიშვილს წინ. როგორც ეს აბასთუმანში მოხდა, როგორც ეს აბორზე მოხდა და ასე შემდეგ. აქ არ არის კორუფციის ნიშნები. აბასთუმანი კურორტია და შეიძლება იქ გზის გაყვანა მოხდეს სახელმწიფოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დაინტერესდა. რა თქმა უნდა, ივანიშვილთან არის დაკავშირებული აბასთუმანის ჯერ არ დამდგარი, მაგრამ აღორძინების ამბიცია. ხო, ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. უბრალოდ რა დააშავა სხვა ადგილებმა. წყალტუბოს აღორძინებასაც გვპირდებოდა სხვათა შორის და გირჩევთ რომ ერთი ვიზიტი განახორციელოთ წყალტუბოში და ნახოთ აი როგორც დაპირდა საზოგადოებას რომ გამოისყიდიდა ამ სანატორიუმებს და იქაურობას გადააქცევდა წალკოტად, აი ნახეთ დღეს რა მდგომარეობა არის, მივარდნილი განადგურებული არის იქაურობა და მართლაც საინტერესო შესაძლებლობები არის გაშვებული ხელიდან ტურისტული თვალსაზრისით და ამ ტერიტორიას რაც შეეხება, ხო? აქ გზა არ უნდა გაყვანილიყო სახელმწიფოს ხარჯზე. იმიტომ რომ ივანიშვილმა ან ვანო ჩხარტიშვილმა გადაწყვიტა რომ იქ გააშენოს საცხოვრებელი უბანი, მე საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა გადაიხადოს აქ გზის გაყვანის ფული ქართველმა ხალხმა და გადასახადის გადამხდელმა. აქ არ უნდა იყოს გზა, იმიტომ რომ დასახლებული არ არის ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიის დასახლება საერთოდ არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ქალაქი უნდა განვითარდეს კომპაქტურად და მჭიდროდ. ეს ჩაგვიწერეს მათ თვითონ იმ გენგეგმაში, რომელსაც უწოდეს ქალაქის კონსტიტუცია და ახლა იმიტომ რომ აი ამ პრივილეგირებულმა, ყველა ეპოქაში პრივილეგირებულმა ხალხმა გადაწყვიტა რომ აი აქ ძალიან კარგ და სასიამოვნო ტერიტორიაზე დასახლდეს, ამიტომ ახლა 5 კილომეტრი
გზის გაყვანის თანხა უნდა გადაიხადოს ქართულმა ხალხმა. რაც არის არა მხოლოდ ინსტიტუტების ჩამონგრევის და განადგურების უთხოვარი მაგალითი, არამედ ამავდროულად არის ამ ადამიანების უსაზღვრო სიხარბის კიდევ ერთი გამოვლინება და დაცინვა ქართველი ხალხის, რომელსაც ეუბნებიან, რომ პენსია ვერ გაიზრდება 20 ლარზე მეტით, იმიტომ რომ ბიუჯეტში ფული არ არის, რომელსაც ეუბნებიან, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემები ვერ მოგვარდება, იმიტომ რომ ბიუჯეტში ფული არ არის, სულ ამაზე ხდება აპელირება, რომ ბიუჯეტში ფული არ არის და ბიუჯეტში ფული ვერ იქნება საკმარისი, როდესაც ის გამოყენებული იქნება ვიღაცის ხონჩად თუ არ ვიცი რა ქვია, ჯიბეთ და ამავდროულად ამ ჯიბეშიც მუდმივად ხელის ფათური მოხდება იმ უსინდისო ამორალური კორუფციონერების მიერ, რომლებსაც ახლა თვითონ გადაწყვეტეს, რომ გამოუტანონ განაჩენი. ხო, აი დღევანდელი დაკავება რაზე მეტყველებს, ძალიან ბევრმა გაიხსენა, თქვენ თქვით, რომ აი პენსია მეტით ვერ გაიზრდება. რამდენიმე წლის წინ, როდესაც დღეს დაკავებული ჩინოვნიკი იყო ჯანდაცვის სამინისტროში მოადგილე, აქონდროპლაზიის დაავადებული ბავშვების დედები ითხოვდნენ მედიკამენტს და მაშინ ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ ეს გათვალისწინებული ბიუჯეტშიც არ იყო, იმ ბიუჯეტში თურმე რომლის ფულსაც ჩინოვნიკები იპარავდნენ. აი რეალურად რომ ებრძოდნენ კორუფციას, ეს ბრძოლა სადამდე უნდა მიდიოდეს. სულ ვცდილობ, რომ აი რაღაც სათავემდე მივიდეთ. ეს ხო მინისტრის მოადგილეს თუ აკავებ, მინისტრი ამ დროს რას აკეთებდა? მაგალითად, ივანიშვილი რას აკეთებდა, რომელიც რეალურად მართავს და რომელმაც შექმნა ეს სისტემა, ხო? ეს ხო მხოლოდ ღარიბაშვილის კლანი ვერ იქნებოდა. იმ აღიარების პირობებში, რომელიც ქართულმა ოცნებამ ბოლო თვეების განმავლობაში გააკეთა, ივანიშვილი და ქართული ოცნება ახლა უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში სატელევიზიო ეკრანებში და ქართულ ხალხს უნდა უხდიდეს ბოდიშს და უნდა სასწრაფოდ თავადვე ნიშნავდეს ვადამდელ არჩევნებს იმ ტოტალური კორუფციის და ინსტიტუტების გაპარტახების გამო, რომელიც მათმა მმართველობამ დაატეხა ამ ქვეყანას და იმ აღიარებების გამო, რომელიც მოვისმინეთ. ერთხელ კორუფციაზე გაგდებულ ადამიანს რომ მოაბრუნებ, ჯერ თავდაცვის მინისტრად დანიშნავ, მერე ხელმეორედ დანიშნავ პრემიერ-მინისტრად, მერე მიცემ საშუალებას, რომ მთელი მთავრობა დააკომპლექტოს ასევე აი ამ სარანჩით, რომელიც ჭამს ბიუჯეტს და ქართული ხალხის ქონებას და შემდეგ ამ ადამიანების გამპრავებლები დღესაც რომ საპარლამენტო სკამებზე სხედან და ჩუმად არიან და აგრძელებენ საქმიანობას, თითქოს მათი პასუხისგებლობა არ იყო ამ ყველაფერზე ზედამხედველობა, ეს ხალხი ქართულ ხალხს მუხლებში უნდა უვარდებოდეს და ბოდიშს უხდიდეს ნორმალური ვითარება რომ მქონდეს, მაგრამ ვითარება არის სრულიად არანორმალურისაც, ეს ყველაფერი ხდებოდა და ხდება ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანიდან გამომდინარე და არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, იმიტომ რომ სანამ ამ кейსებს შევეხებოდეთ, მე გეტყვით რა უნდა გაკეთდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სჭირდება ქმედითი ინსტიტუტები, პირველ რიგში სჭირდება პოლიტიკური მრავალფეროვნება, სადაც საპარლამენტო ზედამხედველობის გზით ხდება აი ამ კორუფციის შემთხვევების დაზღვევა, ჩაკითხვა, დაინტერესება იმით, რომ რა ხდება, როგორ ხდება, ხომ არ იძლევა სისტემა მანიპულაციის საშუალებას, რას აკეთებს აუდიტის სამსახური, რას აკეთებს სახალხო დამცველი, რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული დეპარტამენტი. ეს ინსტიტუტები გვჭირდება. გვჭირდება ანგარიშვალდებულება, გვჭირდება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რომ გაგზავნი მოთხოვნას ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სამოქალაქო აქტივისტი ან სამოქალაქო ორგანიზაცია და ითხოვ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აი რაღაც ტენდერში პრობლემაა და მომაწოდეთ ინფორმაცია და დამალვა რო ხდება ამ ინფორმაციის არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის, ჩვენ თანამდებობის პირებს წლების განმავლობაში გვიმალავდნენ ინფორმაციას, ელისო. საკრებულოს წევრის შეკითხვით მიმართავდი ხოლმე თბილისის მერიას და მის სტრუქტურებს და პასუხებს არ გვიგზავნიდნენ. ფრაქციის ხდომებზე ვალდებულები იყვნენ, რომ მოსულიყვნენ და პასუხები გაეცათ, ამას არ აკეთებდნენ იგივე ბაღებთან მიმართებაში. არც ემდნენ პასუხს ჩვენ სადეპუტატო კითხვებს პარლამენტში. საბოტაჟი მოაწყეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის, რომელსაც კორუფცია უნდა შეესწავლა, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ამ პროცესს სხვა შორის მე აქტიურად ხელმძღვანელობდი, მაშინ გვინდოდა ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნა იმისათვის, რომ ყველა ეს кейსი, რაზეც ახლა თვითონ გააკეთეს აღიარება, ამ кейსების გამოძიება მომხდარიყო. მაგრამ ხდებოდა ამის საბოტაჟი,
ხდებოდა დაცინვა პირდაპირ ხდებოდა აგდებული ლაპარაკი იმ დადასტურებულ კორუფციულ შემთხვევებზე, რომლის ხილებითაც თქვენც და ჩვენც ვიყავით დაკავებულები და მივედით აი ამ მდგომარეობამდე და ის თანხა, რომელიც გვესმის ახლა, რომ თურმე 2 მილიონი იყო, 3 მილიონი იყო, 7 მილიონი იყო, ეს საზოგადოებამ უნდა გაამრავლოს ათასებზე. აი ასეთი არის ამ ქვეყანაში კორუფციის მასშტაბი. 2 მილიონიც უზარმაზარი თანხაა, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ კორუფციის მასშტაბი, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, არის რამდენიმე ასეული პროცენტით თუ არა 1000%-ით უფრო დიდი, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით საზოგადოებას ეგონოს და ვინ არის პასუხისმგებელი ამ წაღებულ ფულზე? ვინ არის პასუხისმგებელი აი ამ ძარცვაზე, რომელმაც ძარცვად, მაგრამ ამავდროულად ქართველი ხალხი გააღარიბა. ვინ არის პასუხისმგებელი? ეს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში გაანადგურა ინსტიტუტები, რომელიც დატოვა ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურად დაუცველი, ხალხი გაღარიბებული, მედიკამენტები 200%-ით გაძვირებული, ხორბალი 199%-ით გაძვირებული, 80%-ით გაძვირებული კვერცხი, 70%-ით გაძვირებული რძე, 200%-ით გაძვირებული სამედიცინო მომსახურება, 100%-ით გაძვირებული ტკივილგამაყუჩებელი და შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო ამ ყველაფერზე, რაზეც ახლა თვითონ დაიწყეს საუბარი. მაინც სახელებს და გვარებს ვერავინ ვერ გაიქცევა საბოლოო ჯამში. ეს უბედური მდგომარეობა, რაშიც ქართულმა ოცნებამ ჩაგვაგდო, ეს უბედურება არის დაკავშირებული ამ კორუფციასთან და აი ამ კლეპტოკრატიასთან, რომელიც ჩამოყალიბდა ამ წლების განმავლობაში და ეს ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, მაგრამ ვაი რომ სამწუხაროდ ცვლილებების მოსურნე ადამიანებსაც გვეკისრება დიდი პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა. ის რომ ვერ შეიცვალა ეს რეჟიმი, არის მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის ბრალი და პოლიტიკური კლასის ბრალი. მეც ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თუმცა მიმაჩნია, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა არის მათზე, ვინც უფრო დიდი ხანია ამ პროცესში არის. მათ შორის პასუხისმგებლობა არის იმ ხალხზე, რომელმაც საკუთარ ეგოს გადააყოლა უმნიშვნელოვანესი პროცესები და ვერ მოახერხა ქვეყნისთვის ეგზისტენციალური ყოფნა არ ყოფნის მნიშვნელობის მომენტში ვერ მოახერხა, რომ საკუთარი ცხვირის მიღმა გაეხედა და გადაედგა სახელმწიფოებრივი და არა ვიწრო პარტიული ნაბიჯები. ახლა გამოსავლის გზას რა შეხედავთ? შეიძლება იყოს არაპოპულარული, აღებული გარკვეული დრო, რომ რაღაც გეგმებზეც გემსჯელათ, რაიმე კონკრეტული ჩემი გეგმა არის ერთადერთი თქვენ ეთერში, მე მგონი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც თქვი, მე მინდა რომ ამის ალტერნატივა შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობას, მინდა რომ ამ ისტერიკის, უპასუხისმგებლობის და უკიდურესი უცოდინრობის ალტერნატივა შევთავაზოთ, რომელიც სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ სათანადოდ ვერ შეთავაზა არსებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და ეს ვიღაცების ცალკეული პასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ არა ასეთი მწვავე პროცესები სამყაროში, რომ არა უნიკალური შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ ხელიდან უშვებთ და რომ არა უდიდესი საფრთხეები, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა არის, იმიტომ რომ პროპაგანდა კი აჯერებს ხალხს, რომ აი მათი ხელისუფლებაში ყოფნა არის მშვიდობის საწინდარი, მაგრამ ქვაქვაზე არ დადებულა ამ ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცებისთვის, ქვაქვაზე არ დადებულა იმისათვის, რომ საქართველოს დღეს იყოს უფრო დაცული და ხვალ, ვიდრე იყო გუშინ. და ვერც ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი ვერ მეტყვის, რა გააკეთეს მათ იმისათვის, რომ საქართველოს იყოს უფრო დაცული, უფრო უსაფრთხო, უფრო მდიდარი და ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო მეტად დაკავშირებული, რაც არის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკურად პატარა ქვეყანა, კი დიდი ისტორიის, დიდი შესაძლებლობების ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ვართ მაინც პატარა ქვეყანა იმ გაგებით, რომ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, გვჭირდება მეტი მეგობრობის ხიდები, გვჭირდება განვითარებულ სამყაროსთან მეტი ურთიერთობა და რას ხედავთ? სრულიად საპირისპირო პროცესი მიდის. ჩვენ არათუ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთობას ვეღარ ვახერხებთ და ჩიხშია ურთიერთობა ამერიკასთან, ევროპასთან. ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან დაიძაბა ურთიერთობა იმ დონეზე, რომ საქართველოს გვერდის ავლით მიდის ახლა რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქართველოს, რომელიც უნდა იყოს გამტარი აი ამ ყველაფრის და რომელსაც შეუძლია რომ იყოს მართლაც აი თანამედროვე დუბაი
დუბაი იმ თვალსაზრისით, რომ დუბაი არის ახლა ახალი განვითარებადი ფინანსური ცენტრი, ბევრი მსოფლიო ეკონომიკური წერტილის გადაკვეთის ადგილი არის, ბევრი ინტერესების გადაკვეთის ადგილი არის, განვითარებულია ეკონომიკურად, სერვისებით განვითარებული არის და ბევრი შესაძლებლობები არის. აი ეს როლი შეგვიძლია ჩვენ ვიტვირთოთ, რაც დუბაი არის არაბული სამყაროსთვის, ახლა უკვე რუსეთისთვის, ინდოეთისთვის და ბევრი ქვეყნისთვის, ესეთი შეიძლება იყოს საქართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, მაგრამ საქართველოს არის მივარდნილი, მივიწყებული ადგილი, რომელსაც უბრალოდ გვერდი აუარა ყველაფერმა. შეიძლება იქცეს ჭიხად. გვერდი აუარა და ეს დავიწყება არის ჩვენი პოტენციური გადაშენების განსაზღვრელი. არ შეიძლება საქართველოს ამოვარდნილი იყოს აი ამ გლობალური პროცესიდან. კი ბატონო, საბა ამ უდიდესი გამოწვევების ფონზე დაღუპვას ჩვენთვის. რადგან ახსენეთ მაინც რომ ჩვენთან დაიწყეთ ამ თემაზე საუბარი, რაიმე კონკრეტიკა ხომ არა გაქვთ, რა ვადებში შეიძლება ვთქვათ და გადაწყდეს რა ფორმით გააგრძელებთ საქმიანობას იმ შემართებით, რასაც ცოტა ხნის წინ ისაუბრეთ. მე გულისხმობ პოლიტიკურ გუნდს, პოლიტიკურ პარტიას ან რა ვადებში შეიძლება რომ ლელოს ჩემი მხრიდან ლელოს ოფიციალური დატოვების შემდეგ მე პირველივე დღესვე დავიწყე მუშაობა იმაზე, რომ თანამოაზრეებთან ერთად ვიფიქროთ სტრატეგიაზე, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ მოვემზადოთ იმისთვის, რომ მიუახლოვდეთ ხელისუფლების ცვლილებას. ამ თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ მაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჩემი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსებთან, იმიტომ რომ მგონია, რომ ხელისუფლების ცვლილება ვერ დადგება თუ ამ პროცესში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლი არ შეასრულა ახალმა პოლიტიკურმა თაობამ. მე ცხადია, არავის ბრძოლას არ ვაკნინებ, მით უფრო რომ ჩემი მეგობრების და კოლეგების ნაწილი არის საპატიმროში და მოვიკითხავ მათ, მაგრამ ამ ადამიანების განვლილ გზასაც ჭირდება მხარდაჭერა, ჭირდება საკუთარ თავზე ჩვენი ახალგაზრდა ხალხის მიერ მეტი პასუხისმგებლობის აღება იმისათვის, რომ ეს პროცესი ყველამ ერთად მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე და დანიშნულების წერტილამდე მივიდეთ და ამ პროცესს ვაგრძელებ, შემიძლია გითხრათ, მე რაც დრო გადის ოპტიმიზმი მეზრდება და მეზრდება რწმენა იმისა, რომ ჩვენ უნდა გადავიქცეთ ალტერნატივად. ხალხმა ჩვენ უნდა აღვიქვას არა მხოლოდ როგორც მებრძოლები, არა მხოლოდ როგორც პრინციპული ადამიანები, რომელსაც ჩართავს და მოწონს, რასაც ლაპარაკობს, არამედ ჩვენ საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ უნდა აღვიქვას როგორც ის ხალხი, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ქართული ოცნების წასვლის შემდეგ. ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რომელსაც შეუძლია დღის წესრიგის შეთავაზება, რომელსაც შეუძლია ფუჭის სიტყვების მიღმა მოქმედება და აქედანაც ხო ჩემს კოლეგებს რომ გაერთიანებაზე ნებისმიერი საუბარს ახდეს თავისი კონკრეტული ნაბიჯები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ აი ამ რიტორიკას, რომელიც ახლა ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა, იმიტომ რომ ერთი წელია მე ძალიან აქტიურად მესმის საუბარი ერთიანობაზე, გაერთიანებაზე, ერთად რაღაცის კეთებაზე, მაგრამ ოპოზიციის შიგნით კონფლიქტის მეტი არაფერი არ მინახავს და მე არც მგონია რომ გაერთიანების რესურსი არის გულწრფელად გეტყვით იმ ხალხს შორის რომელიც ამ ერთიანობაზე ლაპარაკობს, მაგრამ მინიმუმ საუბარი უნდა შევწყვეტოთ და ხალხს მეტი ქმედება და მეტი შედეგი ვაჩვენოთ ამ კუთხით. მე ცხადია რომ მივესალმები თუ ვინმე შეუძლია რომ დაახლოების კუთხით გადადგას გზა, გადადგას რაღაც კონკრეტული ნაბიჯები, მე ჩემის მხრივ და ჩემი პოლიტიკური თაობის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრად უფრო გვიმარტივდება ახალი თაობის პოლიტიკოსებს, ახალგაზრდა ადამიანებს საერთო სტრატეგიაზე მსჯელობა და რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ვიდრე იმ ხალხს, რომელიც გაუთავებლად ამაზე საუბრობს და ვერაფერს და არაფერს აკეთებს. ძალიან დიდი მადლობა, საბა ბუაძე იყო ჩვენთან ერთად.